დღესვე 4 ოქტომბრის საქმეზე 14 პირის პროცესი გაიმართა, გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ზურაბ კუპრავა. ასევე მოусმინეს საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ექსპერტ კრიმინალისტებს. ამ საქმეში ბრალდებულებს გამოძიება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აკვეთას. ჩვენ დავკითხეთ ექსპერტი, რომელმაც ამ შემთხვევაში ძალიან ბუნდოვანი კითხვები გაიცა, მისი განმარტებით მისი დასკვნა არის კატეგორიული, თუმცა რამდენჯერ ნახა ალექსანდრე ჩილაჩავა არ ახსოვს, რა მოცულობს ვიდეო მასალა ნახა არ ახსოვს, ეს შეიძლება იყო ბუნდოვანი, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგენილება, რომელიც მითითებულია ამ დასკვნაში საუბარი იმას დაკავშირებით, რომ დაახლოებით 10 წუთიანი ვიდეო მასალა გადაიგზავნა, თუმცა ექსპერტი რამოდენიმე წამიან ვიდეო მასალას ნახულობს. მოწმეები ჩვენებებსაც სვლიან. ამატებენ კიდეც ისეთ რაღაცებს, რაც მაგალითად დასკვნაში არ აქვს ექსპერტებს სასახული და ყოველთ შეუძლებელია საერთოდ მსგავსი ექსპერტიზის დასკვნები გამოყენებული იქნეს მომავალში მართლმსაჯულების განსახორციელებლად. ანუ კონკრეტული პირის იქნება ეს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი თუ ნებისმიერი სხვა მათ მიმართ გამომტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა 4 მოწმე, მათ შორის 2 ექსპერტი. ერთ ექსპერტთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტთან მიმართებით დაცვის მხარეს ბევრი კითხვები ჰქონდა და აღნიშნულმა ექსპერტმა გარდა იმისა, რომ მის მიერ ამ შემთხვევაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა, მკაფიოდ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, ფოტოსურათების ლუსტრაციასთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვა, რომ ფოტოსურათები შესაძლებელია კონკრეტულ ვიდეო ჩანაწერში ძალიან ბევრი არსებობდეს და დასკვნას დაერთოს რამდენიმე, თუმცა ექსპერტმა მკაფიოდ დაადასტურა ვიდეო ჩანაწერში ამ შემთხვევაში კონკრეტული ბრალდებულის არსებობა.